მოგესალმებით მეგობრებო, დღეს 2025 წლის ფილმს გთავაზობთ, რომელმაც უკვე საკმაო პოპულარობა მოიპოვა და მეც ბევრი აღარ მიფიქრია, ასე რომ დავიწყოთ. დრასა წინასწარ გამზადებულ სამალავში შემდეგი ოპერაციის შესასრულებლად ემზადება. როგორც კი კერძო თვითმფრინავის კარი იღება, მიზანი განეიტრალებულია. ამ დროს ლივაის სამხედრო ბაზაზე იბარებენ. გასაუბრებისას ირკვევა, რომ ლივაი ყოფილი სამხედრო სნაიპერია, 113 წარმატებული ოპერაციით, რის შემდეგაც სამხედრო ფსიქიატრმა გამოუსადეგარ ჯარისკაცად მიიჩნია. რაც ლივაის არც გაუსაჩივრებია, რადგან მას დეპრესია აქვს და ამ ეტაპზე მარტოსულია. ბოლო დროს საერთოდ ვეღარ ვხედავ ვერაფრის აზრს. აგენტი პასუხობს, რომ მას შეუძლია სამსახური შესთავაზოს და მის სიცოცხლეს აზრი მისცეს. დრასა ლიეტვაში მამამისს ემშვიდობება საბოლოოდ, რადგან მას კიბო აქვს და იმედი აღარ არის, როცა დრასა სახლში დაბრუნდება, რომ მის ცოცხალი დახვდება. ლივაის აგზავნიან ხეობაში, სადაც წინა დარაჯი უნდა შეცვალოს. მას არანაირი ინფორმაცია არ აქვს ამ ადგილთან დაკავშირებით, ისიც არ იცის ეხა სად იმყოფება, რადგან ის დაძინებული მოიყვანეს. მისი წინამორბედი ჯასპერი უხსნის თუ რა უნდა გააკეთოს მომდევნო 1 წლის მანძილზე. მან უნდა უყარაულოს კოშკს, რომელიც ხეობის დასავლეთით მდებარეობს. ასევე ხეობის მეორე მხარეს აღმოსავლეთ კოშკია, სადაც მეორე ყარაულია. მასთან კონტაქტი სასტიკად აკრძალულია. გამოდის, რომ ლივაი ამერიკის მხარეს წარმოადგენს, დრასა კი რუსეთის. ჯასპერი ამბობს, რომ კოშკები 70 წელზე მეტია აქ დგას და სასტიკად გასაიდუმლოებულია. ხეობაში უცნაური არსებები ბინადრობენ. მათ ცარიელ ადამიანებს უწოდებენ. 1940-იან წლებში ხეობაში 2400 ჯარისკაცი გაგზავნეს ტერიტორიის გასაწმენდად. მაგრამ იქიდან არც ერთი არ დაბრუნებულა. ლივაი კითხულობს, რა არის მისი დავალება, რომ ხეობაში არავინ შეუშვას? რაზეც ჯასპერი პასუხობს, რომ მისი დავალება ხეობიდან არავინ გამოუშვას. რა არსებები არიან, ან საიდან გაჩნდნენ, არავინ იცის. ზუსტად კოშკებთანაა ისეთი ადგილები, რომლებზეც ამოცოცება ყველაზე ადვილია მთელ ხეობაში. ჯასპერი თავის აზრს ამბობს ამ ყველაფერთან დაკავშირებით და მიდის. ფიქრობ, რომ უფრო რეალური თეორია ასეთია. ხეობა ჯოჯოხეთის კარიბჭეა. ჩვენ კი მისი მცველები ვართ. ლივაი ყოველდღიური რუტინული საქმეებითაა დაკავებული, როდესაც მოპირისპირა მხარეს დრასას შეამჩნევს. ამასობაში რამდენიმე თვე გადის და ერთ მშვენიერ დღეს დრასა გამოდის კონტაქტზე. ლივაი პასუხობს, რომ მათი კონტაქტი აკრძალულია. რაზეც დრასა წერს, რომ დღეს მისი დაბადების დღეა და რასაც უნდა იმას გააკეთებს. Women. შემდეგ თავს მუსიკას მაღალ ხმაზე და ლივაის თავაზობს სროლაში შეიჯბრონ. Not bad, not bad. Now you. თავი ვერ შევიკავი მაპატიეთ. სინამდვილეში ლივაი ბოდს სარტყავს. როგორც ჩანს, წვეულებაზე დასწრება ცარიელმა ადამიანებმაც გადაწყვიტეს. მათ პირველი დრასა შეამჩნევს და ისინი ერთიანი ძალებით ცდილობენ მათ მოგერიებას. დრასას მინის ნატეხი მოხვდა მხარზე. საინტერესო ამჭრილობით რომ მომკვდარიყო, ვინ გააგრძელებდა კოშკის დაცვას. რამდენიმე დღეში ლივაი ხედავს, რომ დრასა ძალიან მოწყენილია, ის მამამისის გამო გლოვობს და ლივაის ეუბნება, რომ უნდა მასთან ერთად იყოს. ლივაის მეორე დღეს იდეა მოსდის, RPG-ს ასაფეთქებელს გამოაცლის და ტროს საბამს ზედ. შემდეგ რაკეტას დრასას მხარეს ისვრის და ასე აღმოჩნდება მეორე მხარეს. შემდეგ გაცნობა, ფლირტი, ცეკვა, მოკლედ სიყვარული. როდესაც უკან დაბრუნების დრო დგება, ტროსი წყდება და ლივაი დაბლა ვარდება. დრასას დიდი ხანი არ უფიქრია, პარაშუტს იკეთებს და თვითონაც ხდება ხეობაში. სანამ დრასა ლივაის მიაგნებს, მან უკვე მოასწრო ხეობის რამდენიმე მობინადრის გაცნობა. უნდა ვაღიარო ხეობა მართლაც საშიშად გამოიყურება. ჯერ მარტო ეს ჩონჩხიანი ტყეები რა დღეს. მე მგონი რეჟისორი გალაქტიონის ლექსის აღწერას ცდილობს ამ სცენით. ვინც მიხვდა რა ლექსია საუბარი, დაწერეთ კომენტარებში. ლივაი და დრასა შენობას შეაფარებენ თავს, სადაც მათ უცნაური ობობები დაესხმევიან. ასევე ცარიელი ადამიანებიც აქ არიან. ამ ხეობის ყველა არსება მათზე ნადირობს, ამიტომ მათ მუდმივად უწევთ გადაადგილება. და როდესაც ერთ ბუნკერს მიადგებიან,
დათვალიერებისას ლივაი ძველ ჩანაწერს პოულობს, სადაც 40-იანი წლების ექიმი ყველაფერს ფარდას ხდის. დღეს 1946 წლის 13 ივნისია. 6 დღის წინ აქ 8.1 ბალის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ამან სერიოზულად დააზიანა ჩვენი ლაბორატორია. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ტოქსინებმა არ დატოვონ ხეობის საზღვრები. ისინი ექსპერიმენტებს ატარებდნენ, ადამიანების, ცხოველების და მცენარეების დნმ-ს ერთმანეთში ურევდნენ. როგორც ყოველთვის, ინფექციამ გარეთ გამოაღწია და გარშემო ყველაფერი მოიცვა. ადამიანების უმეტესობა დაიღუპა, რაღაც ნაწილიც არიელ ადამიანებად გადაიქცნენ და მის მერე ხეობაში დაბოდიალობენ და დროდადრო ცდილობენ ხეობიდან გამოღწევას. ლივაი მეორე ოთახში ახალ კომპიუტერებსაც პოულობს, რაც იმას ნიშნავს, რომ ცდების ჩატარება ჯერ კიდევ გრძელდება. ასევე ირკვევა, რომ ხეობის ცენტრში ატომური ბომბია დამონტაჟებული. რისი აფეთქების შემთხვევაშიც 4 კილომეტრის რადიუსში ყველაფერი ჰაერში აიწევა. ბუნკერიდან გამოსვლისას დრასას ერთ-ერთი ცარიელი ადამიანი მახეს მოუწყობს და მოიტაცებს. ლივაი მის მოსაძებნად მიდის და კვალს მეორე ბაზასთან მიხავს. დრასას დროულად მიუსწრებს და გადაარჩენს. იქვე ძველ სამხედრო ჯიპებს მიაგნებენ და გადაწყვიტავენ ლივაის გაწყვეტილი ტროსის და ჯიპის მექანიზმის მეშვეობით ავიდნენ ზევით. თავიდან ყველაფერი კარგად მიდის, მაგრამ ცარიელი ადამიანები არ აპირებენ საკვების ესე ადვილად ხელიდან გაშვებას. და კიდევ ერთი ექშენ სცენა, ეხა უკვე ჩამოკიდებულ ჯიპს. ისინი მაინც შეძლებენ ზევით აღწევას და შეთანხმდებიან, რომ ერთად გაიქცნენ, ოღონდ რამდენიმე დღის შემდეგ, რადგან ფიქრობენ, რომ ხეობაში დაინფიცირდნენ. ინფექციის საინკუბაციო პერიოდი კი 4-5 დღეა. მეორე დღეს ლივაის რაციით თავისი უფროსი ესაუბრება. მან უკვე იცის, რომ ვიღაცამ ხეობაში კომპიუტერები ჩართო. ლივაის უხსნის, რომ ახალ ექსპერიმენტებს სუპერ ჯარისკაცების შესაქმნელად ატარებენ. პირდაპირ გეტყვით, ჩვენი მიზანია ამერიკული საზღვაო ქვეითები დაუმარცხებელ ძალად ვაქციოთ. მსოფლიოს ნებისმიერი ძალისთვის. ის ლივაის უგზავნებს, რომ დრასა გაანეიტრალოს, რასაც ლივაი დასტურს აძლევს, თუმცა რა თქმა უნდა შესრულებას არ აპირებს. აგენტი მიიჩნევს, რომ ლივაის ლიკვიდაციაა საჭირო, რის გაკეთებასაც თავად აპირებს. თუ რამის გაკეთება გინდა? შენ თვითონ უნდა გააკეთო. მეორე დღეს დრასა ლივაის мотивაციის კიდევ ერთ მიზეზს აძლევს, რა დროსაც მათ ვერტმფრენი უახლოვდება. ასევე აგენტი დრონების გაშვების ბრძანებას გასცემს. ლივაი და დრასა წარმატებით მოიგერიებენ დრონების შემოტევა. და როდესაც ხეობას თითქმის 4 კილომეტრით დაშორდებიან, ორივე თავიანთი შაშხანით იწყებს სროლას, დამცავი სისტემების მიმართულებით, რომლებიც მანამდე დანაღმეს. დამცავი სისტემები ერთი მეორეს მიყოლებით ფეთქდება, რასაც ატომური ბომბის გააქტიურება მოყვა და 2 წუთია დარჩენილი, რომ ტერიტორიას გაეცალონ. სასწრაფოდ მივფრინავთ. აგენტის თვითმფრინავი ვერ ასწრებს გაფრენას და ფეთქდება. დრასა უკვე საკმაოდ შორსა. ლივაი კი აფეთქების წნევამ კლდიდან გადააგდო წყალში. შემდეგ ხედავთ, რომ დრასა ერთ-ერთ რესტორანში მიმტანად მუშაობს და ამ დროს ლივაი გამოჩნდა. მადლობა, ვინც ბოლომდე უყურეთ. გამოიწერეთ არხი, რომ კონტენტი უფრო დაიხვეწოს და ხარისხიანი გახდეს.